მეუფე შიოს პატრიარქობა არის საშიში საქართველოს ეკლესიისთვის. მეუფე ზენონმა ხმაურიან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსაყდრე მოსკოვის საპატრიარქოს სასურველი კანდიდატია. მეუფე შიო ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე, მეუფე ანდრია გვაზავა და მეუფე გერასიმე. მთავარეპისკოპოსი ზენონი მღვდელმთავართა ამ ჯგუფს პატრიარქის სახელის მათი ინტერესებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს და მათ ენდემოსას სინოდს უწოდებს. მეუფე ზენონის თქმით, კონკრეტული ბიზნესმენი მღვდელმთავრებს მიტროპოლიტი შიოსთვის ხმის მიცემას თხოვდა. მთავარეპისკოპოსმა ციანიდის საქმეც გაიხსენა, როცა მისი განცხადებით მთავრობა მღვდელმთავრებს იბარებდა მოთხოვნით, რომ მომდევნო პატრიარქი მეუფე შიო უნდა გამხდარიყო. როგორც მოსალოდნელი იყო ნეოლიბერალურმა სამყარომ და მათმა პროპაგანდისტულმა მანქანამ, მეუფე შიოს წინააღმდეგ შავი პიარ კამპანია წამოიწყო. ნუ რა თქმა უნდა, მათთვის მიუღებელი კანდიდატი, როგორც ასეთი ასოცირდება რუსეთთან, კაგებესთან და მალე იმასაც დააბრალებენ, რომ ის იური გაგარინთან ერთად კოსმოსშიც გაფრინდა. ისე როგორც წარმოგიდგენიათ, როგორი უნდა იყოს ჩვენი პროდასავლელი გზავნეულებისთვის მისაღები კანდიდატურა. აი მაგალითად, როგორ უნდა მოხიბლოს მან TV პირველი, TV ფორმულა და აკაცუკები. ალბათ ისეთი უნდა იყოს, რომელიც ჯვარს დასწერს, გეიწვილებს, ხარს დაუჭერს სურაგილ ჭიჭაფარიძის მოძრაობას, უარს იტყვის ჩვენს კრებულებებზე და ფასეულობებზე. დალოცავს LGBT პრაიდებს. ერთი სიტყვით, მათთვის მისაღები კანდიდატურა გახლავთ ისეთი, რომელიც ბოლომდე შეეკრება სატანას.